პლასმასა ძირითადად ნავთობის ან ნავთობის შემცველი პროდუქტებისგან მზადდება, რომელსაც ქიმიური დამუშავებით პოლიმერად აქცევენ. ყველაფერი ჭაბურღილიდან იწყება. ნავთობგადასამუშავებლიდან პლასმასის ქარხანაში მიდის, სადაც პოლიმერებს კრებენ და სხვადასხვა სახის პლასმას ქმნიან. ერთ-ერთი ასეთი, რომელიც ყველაზე უფრო გვაწუხებს, პოლიეთილენ ტერეფტალატია. მისგან მზადდება პირველადი მასალა, პლასმასის ბოთლებისთვის. And then the tragedy starts. მხოლოდ 15 წუთით თუ გამოიყენებ, 10 წუთით. ავსებენ სითხით, თმიდის მაღაზიაში. და შემდეგ მიყიდით თუ არა პლასმასის ბოთლს, მისი მეორე ცხოვრება იწყება. ხელმეორედ გამოყენება არ შეიძლება, თუ ვინმე იყენებს ხელმეორედ, ვურჩევდით ეს არ ქნან, იმიტომ რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არ არის. In a good case scenario,
კარგ შემთხვევაში ეს პლასმასი გადამუშავდება, მაგრამ უმეტესად ნაგავ საყრელზე მიდის, ან კიდევ უარეს შემთხვევაში ბუნებაში ხვდება, ტყეში, მდინარეში, ოკეანეში. და ძირითადად არ იღრწნება, არ ქრება. განსაკუთრებით თუ მიწის ქვეშ აღმოჩნდება, იქ თაობებით და თაობებით შეიძლება იყოს. ეს თუ დაპრესილი არ იყოს და ეს იყოს ესე მიმოფანტული იქნებოდა 100-მდელი. პოლიმერები მოკლედ არის ბევრნაირი. არსებობს ესე სამომხმარებლო ენაზე ყველაფერს ქვია პლასტმასი. ჩვენ ბოთლზე როცა ვლაპარაკობთ პლასმასის ბოთლზე, ეს არის PET, პოლიეთილენ ტერეფტალატი. ამის გარდა ჩვენთან არის კიდევ პოლიეთილენის, რომელიც თავისთავად კიდე იტოტება სხვადასხვა სახეობის პლასტმასებად და პოლიპროპილენის, PP, პოლიპროპილენ, PE, პოლიეთილენ. აი ამ ძირთადად ამ სამი მიმართულების, ამ სამი ნაკადის დამუშავება ხდება ჩვენთან. პოლიეთილენი შეიძლება არსებობდეს მაღალი წნევის, დაბალი წნევის, ან დაუშვათ მილისთვის განკუთვნილი, ან დაუშვათ რაღაცა კალათის წარმოებისთვის განკუთვნილი, ან ცელოფნის წარმოებისთვის განკუთვნილი. მეტნაკლებად თვისებებით ესენი განსხვავდება. იგივე პოლიპროპილენზე შეიძლება ითქვას. პლასმასის ნარჩენიდან ყველაზე დიდი რაოდენობით რჩება ბოთლი და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. ამოდით აქედან დავიწყოთ. ეს არის ჩვენი USB კაბელების დასამზადებელი საამქრო, ესე ვთქვათ და აქედან იწყება მთელი ისტორია, საერთოდ პლასმასთან რატო გვაქვს შეხება. ჩინეთში რო ვიყავით, დაგვიხსნეს, რომ აი რაღაც ახალი პლასმასი უნდა გვეხმარა, რომ აი ამ დანადგარში უნდა ჩაგვეყარა და ჩამოგვესხა და ეს არ გვინდოდა. და ბევრი ექსპერიმენტის მერე ვცადეთ ბოთლის თავსახურების გამოყენება. ასე თუ ისე ტექნოლოგია გამოგვივიდა და დავიწყეთ იმაში ჩამოსხმა და შეგროვება ამ ბოთლის თავსახურების. ანუ USB კაბელს ჩუქნიდით 50 ბოთლის თავსახურის სანაცვლოდ. მე რეკთხოვეს რომ აი ბოთლის თავსახურს რო აგროვებთ, ბოთლის თავსახურმა, یا თვითონ ბოთლი მეტი ბოროტება არ არის და რატომ ბოთლს არ იბარებთ და ნუ დავიწყეთ ბოთლის ჩაბარებას და აი ესე დაიწყო ეს მთელი ისტორია. აგია. მოკლედ იმდენად კარგი კამპანიების ჩატარება დავიწყეთ, რომ ძალიან გაიზარდა, თქვათ, სურვილების რაოდენობა, რომლებსაც მოქონდათ. მე წყვეტდით ახლა რამდენ სუსაჩუქარს ხო ვერ მივცემდით რა, ნუ რამდენი საჩუქარი შეიძლება გას. მე უკვე ჩვევაში დარჩათ, რომ აი რო დავიწყეთ შეგროვება, ეხლა აღარ შემიძლია რომ აღარ შევაგროვო და მოქონდათ და ჩვენც უარს არ ვეუბნებოდით და ვიტოვებდით და აი ესე გადაიზარდა საკმაოდ დიდ რაოდენობებში და აი ეხლა ხედავთ აი ამ ყველაფრის შედეგს. იცით როგორ აი უკვე საწავიღო ეს პლასმასი აღარ ვიცი. იმდენი მოდის და მთელი ქვეყნის პლასმას ვერ დავიტოვებთ და ყველასთან ახლა ხერხულად გზნობს დავს ბა დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ და რა ვუყოთ, საწავიღოთ, ბოლო ადგილი გამოგველება, ხო? პლასტიკი, მithumetes როცა პეტის შეფუთვაზე ვსაუბრობთ, მე მიმაჩნია რომ ეს არის კაცობრიობის პროგრესს
პროცესიდან გამომდინარე მიღებული პროდუქტი. ეს უნდა შევხედოთ, რომ პლასტიკი არ არის ნაგავი წყალებში. ეს არის ნარჩენი, რომელსაც მოაქვს მისი სწორი მართვით, რომელსაც მოაქვს მრავალი სიგეთი. ნარჩენის მართვა აერთიანებს ძალიან მრავალ ასპექტს, როგორც გარემოს დაცვით, როგორც ხალხში იძახიან ეკოლოგიურ, ასევე ეკონომიკურ, ფისკალურ რეფორმებს, საზოგადოების შემეცნებას, ქცევას, რაც მოგვი თქვას, უნდა შევიცვალოთ ქცევა. ფაქტობრივად ჩემი მთელი ცხოვრება, ესეთი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან. რაღაცა პერიოდულობით გარემოს დაცვა პრიორიტეტად ცხადდებოდა ოფიციალურად, რომ ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, რეალურად საქმეზე როცა მიდიოდა, ყოველთვის ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იყო გარემოს დაცვა, როგორც ასეთი სექტორი. ჩვენთან ამ ნარჩენებს, აი ასეთ ნარჩენებს, რომლებიც მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაექვემდებარა, 6 ნარჩენის ნაკადი შედის ამ რეგულირების ქვეშ. ელექტრონული ნარჩენები, კონდიციონერი, მაცივარი, მობილური ტელევიზორი, აკუმულატორები და ბატარეები, ნარჩენი ზეთები და ეს არის მანქანის ზეთებზე აქ საუბარი, საკუთრებზე არ არის. შესაფუთი მასალები და ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები. რაც შეეხება ორ ნაკადს, მათთვის დღემდე არ არის ეს კანონქვემდებარე აქტი მიღებული, ეს ნაკადები გახლავთ სატრანსპორტო საშუალებები, ანუ ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები და შესაფუთი მასალები. რატომ არ არის ახლა ამ კითხვაზე მე ალბათ გამიჭირდება პასუხისგაცემა, მე რაც ვიცი და ჩემი ინფორმაციით ვერ მოხდა დაალაგება აი იმ სისტემის, რომ როგორი ფორმით უნდა ხდებოდეს კანონქვემდებარეც არ არის და რომელი უფრო გაამართლებს, აი ამაზე იყო მუდმივად მსჯელობა. დაახლოებით 3 ჰექტარია ეს ტერიტორია. ნაწილი გვაქვს ათვისებული, მთლიანად არა, იმიტომ რომ თავიდან იყო გათვლა, რომ კიდევ უფრო მეტი სამქრო უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე. აი მაგალითად, ჩვენ გვინდოდა რომ აქვე ადგილზე გვეწარმოებინა სინთეზური ბოჭკო. სინთეზური ბოჭკო არის შემდგომი პროდუქტი უკვე როდესაც პეტის ბოთლი დამუშავდება, გაკეთდება შუალედური პროდუქტი, ფანტელი ეგრეთ წოდებული, იმის კიდევ შემდგომი გადამუშავების პროდუქტი არის სინთეზური ბოჭკო, რომელიც თავისთავად მერე გამოიყენება ტექსტილის მრეწველობაში. აღარ ავაშენეთ ეს, იმიტომ რომ წავაწყდით პრობლემას. ამისთვის გვჭირდება რაღაც კრიტიკულად მინიმუმი ოდენობები რა, ამაზე ნაკლები თუ გაქვთ შენედლეული, ამ შემთხვევაში უკვე რენტაბელური აღარ არის როგორც ბიზნესი ამის კეთება და ამ ეტაპზე დაკონსერვებულია ეს პროცესი არ ხდება, მოკლედ სინთეზური ბოჭკოს არ ვაწარმოებთ. გადამამუშავებელი კომპანია არ არის შემგროვებელი კომპანია და ლოგისტიკის კომპანია. ლოგისტიკა, შეგროვება, აი ამების ნაკადების მართვა არის საერთოდ ცალკე მიმართულება, ბიზნესი გაზგნებავთ და არ. ჩვენი გამოწვევა ზუსტად არის ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ ეს შეგროვების სისტემა, დეპოზიტური სისტემა, არ არის ამოქმედებული ეს სეპარირებული შეგროვების მექანიზმები საქართველოში და ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მერე ჩვენ ვერ განვითარდით და ის სინთეზური ბოჭკოს წარმოება ვერ გავშალეთ. თავიდან იყო რაღაც მოსამზადებელი პერიოდი, მერე იყო ქარხნის მშენებლობა, მაგრამ მერე დაემთხვა COVID პანდემია. რეგლამენტები, რეგულაციები, რაც საქართველოში იქნა მიღებული, გადავადდა და დღემდე გადავადებულია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს.
let's go back 100 წლით უკან რომ წავიდეთ, 70 წელიც 80-იც გვეყოფ. What did we have for waste? რა ქონდა ნარჩენად? ალბათ ხე, მეტალი, ბევრი მეტალი, რასაც ინდუსტრია და ადამიანები ხელმეორედ იყენებდნენ. And then after the war მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლასმასის წარმოება გაიზარდა და წარმოდგენილი იყო როგორც ახალი მასალა, როგორც უახლესი მოდა, რომელიც დიდხანს ინახავს სხვადასხვა პროდუქტს და საჭმელს და ძალიან გამძლე, მსუბუქი, იაფი. ისეთი კარგია, რომ ეკონომიკას და მოხმარებას აძლიერებს, მანქანებს უფრო მსუბუქს ქმნის. and also drives the economy and the consumer goods and it makes our cars lighter. And then და შემდეგ უცებ დიდი პრობლემა შეიქმნა იმ ნარჩენების, რომლებიც სად უნდა წაეღოთ ამ ადამიანებს არ იცოდნენ და ბევრ ქვეყანაში უბრალოდ მიწაში დამარხვა დაიწყეს. Dig it in the soil, dig it in the earth. სულ პირველად ნედლეული ძირითადად არის უფერო, თეთრი ფერის, ასე ვთქვათ, გამჭვირვალე ტრანსპარანტი. მერე უკვე სხვადასხვა მწარმოებელი თავისი ბრენდის და სურვილის მიხედვით საკუთარ ფერს აწარმოებს. რაც უფრო არის ცოტა ფერი, აი მაგალითად გამჭვირვალე და რაღაცა აი მწვანე. ესე იგი უფრო რეგულირებულია ბაზარი, ხდები? მოცულობითია საკმაოდ რა. თუ არ გადაამუშავებ აი ამ პეტის ბოთლს და თუ გექნება ესეთი სისტემა ქვეყანაში, რომ არის მაგალითად ნაგავსაყრელზე იმარხება ეს იმდენად მოცულობითია, რომ ძალიან დიდ ტერიტორიას იკავებს და იმ ნაგავსაყრელს რესურსი მალე ამოეწურება. მილიონობით ბოთლზე და 1000-ობით ტონა ნარჩენზე იმხელა მოცულობებზე გვაქვს ლაპარაკი, რომ წარმოუდგენელია და ამ მხრივ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა გარემოსთვის. ამას უფრო მეტად გადაპრესვა უნდა. ეხლა ეს კიდევ უფრო ნაკლებ წოდას დავატოთ ტრეილერში, ვიდრე ძლიერი პრესით რომ დავპრესოთ, იმიტომ რომ ჰაერი საერთოდ არ უნდა იყოს. აქ როგორც ხედავთ, საკმაოდ არის ჰაერი. ჩვენ ასეც ვაგროვებთ, ეს არის ზღვაში წვეთი, ეს არის არაფერი. არ ვიცი ხა ეს რაც არის, ალბათ დღეში ხო, დღეში არა, ამაზე მეტი, დღეში ამაზე 5-ჯერ მეტი პლასმასი მთელი საქართველოს მასშტაბით, ასე ვთქვათ, გამოიყენება და იყრება სადღაც. ჩვენი მოსახლეობის მიერ. ხო, ნუ მოხარებლისთვის მოხერხებულია მის სახლთან ახლოს იყოს ზოგადად და შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი შეგროვდება თუ დაიწყებს სახელმწიფო ამის გაკეთებას და აღსრულებას. და ისე გამომდინარე იქიდან, რომ არ არის პრაქტიკულად არავინ არ იბარებს, აი ზუსტად ამიტომ ვრცელდება სიტყვა ამ შესახებ, რომ აი არის ერთი კომპანია, რომელიც იბარებს. გამარჯობა, დაახლოებით 5 წუთში ვიქნებით თქვენს მისამართზე. მისაღებია? So let's take this. შეიძლება მომისმენია ხოლმე, ანუ პირველი კლიენტებისაგან ხოლმე მაგალითად, რომ უწოდებენ ხოლმე ნაგავს. რეალურად ეს სწორი ტერმინი არ არის, რადგან ეს არის ძალიან ძვირფასი რესურსი, ეს არის ნარჩენები, რომლებიც არის გადამუშავებადი. Дякуємо. Опа. We have some on food.
when we started. როდესაც დავიწყეთ, არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ბევრ ამას ვერ გააკეთებ თუ ინფრასტრუქტურა არ არსებობს. თითქოს ჩვენ თავზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი. რადგან ქვია პარკი არ მინდა, უარს ვამბობდით პარკის გამოყენებაზე, მაგრამ სანაცვლოდ რაც თავაზობთ. What's kind of instead of, yes? Скажите, пожалуйста, а как код в лифте работает? Yeah, we started. დავიწყეთ შეგროვება. თავიდან მოთხოვნით იყო გვირეკავდნენ, რომ ჩაბარება უნდოდათ, მაგალითად ხვალ 5 საათზე და ჩვენც კარგი ბატონო ყოველდღე ვიღაცას პლასმასის დატოვება უნდოდა. ეკოტაქსიდან ვარ, ერთ-ერთ მაცხოვრებელს უნდა ვესტუმროთ და გადასამუშავებელი ნარჩენები გამოგვაქვს და მანქანის შემოყვანა გჭირდება თუ შეიძლება? No, we can go. I don't know, cars are going in, but we have different cars. And the garage ფარეხი ვაკეშია 45 გრადუსიან აღმართზე და რაღაც მომენტში ისე დავიღალე ასულად ჩამოსვლით, თქვი რომ ასე არ გამოვა, სისტემა უნდა შეგვეცვალა. ასე გაჩნდა მოხალისეების ჩართვის იდეა. There's like, well, it's not sustainable. We need to change the system. We collect 15 სახის ნარჩენებს, არა, 14 სახის ნარჩენს ვაგროვებთ. აქედან სამი სახეობაა პლასმასა. Cardboard paper, glass. მუყაო, ხაღალდი, შუშა, ალუმინის ქილები, თუნუქის ქილები, ელექტრომოწყობილობები, ბატარეები და სხვა ელექტრონული ხელსაწყოები. ჯაგრისები, პლასმასის ჯაგრისები, ღვინის საცობები, კიდევ ბუშტუკოვანი აპკები, ასევე ხელმეორე გამოყენებისთვის ვაგროვებთ საბნებს და ზეწრებს ცხოველთა თავშესაფრებით. Animal shelters. What else? მეტი ვერ ჩავიბარა. ვიტოვებდი ხოლმე ოფისის წინ. და გხვდება ხოლმე დილას. ესე გვიტოვებდნენ. უბრალოდ ჩვენ მეზობლებს უკვე მოთმინება გამოელიეთ, იმიტომ რომ არ სიამოვნებთ პარკებში, ერთი შეხედვით ნარჩენებს გავს რა, ნაგავს გავს. მაშინ როდესაც დავიწყეთ აქვე ადგილზე ლარს იხდიდნენ ამაში 1 კილოგრამში. ფოთლის თავსახურს თუ ჩვენ ვიყენებდით, ამას სიტყვაზე ლარად პრესოდით და ვაბარებით. უბრალოდ ეხლა თუ ბაში თულარი იყო, ეხლა გახდა 25 თეთრი და ანუ არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ არის და ბიზნესი ვერ მოახერხებს მოსახლეობის სურვილის მიუხედავად, სულ ჩაიბაროს ხოლმე ეს, სულ გასცეს საჩუქარი ან რაღაც უფასოდ ჩაიბაროს, ესეც კი არ არის, ესე ვთქვათ, ეკონომიკურად გამართლებული. ბევრს დანახი აქვს სიტყვაზე ევროპის თანამედროვე წამყვან ქვეყნებში, სადაც არის დეპოზიტური სისტემა დანერგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოთლს რო ყიდულობ 20 თეთრით მეტ სიხდი, 25 ცენტით მეტ სიხდი ამ ბოთლში, ეს არის შენი დეპოზიტი და რო დალევ თუ ეს 25 ცენტი გინდა, უკან დაიბრუნო, ბოთლი ყლაპია აპარატში აგდებ და ეს ადამიანებს გონიათ ხანდახან რომ ბოთლი ღირს 25 ცენტრი და ეს ხელოვნურად გაზრდილი ღირებულება. ზოგადად პლასმასის ბოთლი ესე ფართოდ და მასშტაბურად რატო გამოიყენება? იმიტომ რომ არის ძალიან იაფი. ნავთობის ფასი რო ეცემა, პლასმასის ფასი იმდენად ეცემა, რომ მეორადი პლასმასი უფრო ძვირი ხდება ვიდრე პირველადი. ანუ ამჟამად ეს არის პრობლემა, რომ პირველად იმდენად დაბალი იყო ნავთობის ფასი, რომ პირველად პლასმასა უფრო იაფი არის. არა, ეს დიდხანს ვერ გავაჩერებთ, ამას ეს აუცილებლად რაღაცნაირად უნდა გავყიდოთ, იმიტომ რომ მზე აზიანებს ამ მზის ქვეშ არ შეიძლება ამის დიდხანს გაჩერება და ანუ ეხა ჩვენს წინაშე დგას ესეთი სასტრაფო ამოცანა გადასაჭრელი, რომ რაც შეიძლება მალე უნდა ვნახოთ ამის სურველი და გავყიდოთ. საქართველოში ამას პრაქტიკულად ვერ ვყიდით და ესე იგი გავაკეთეთ თურქეთზე ორიენტაცია, ჩავედით თურქეთში გამოფენაზე პლასმასის გადამამუშავებლების და იქ საერთოდ სასწაული ხდება, იმდენად მასშტაბური არის ეს ქვეყანა, იმდენად ბევრი წარმოება არის და საკმაოდ დიდია მოთხოვნა.
publisher. Okay. I need a lot of this. Okay. I print things out to read them and so on, and then I have to. I don't need them. It's with tape. okay. It's not No, but the bottles are also in this other one. bottles, yes, indeed. Bottles, but without handles, so let's put them in there. So yeah, in 2021. 2021 წელს UNDP-ის დაფინანსებით ახალი პროექტი განვახორციელეთ. საპილოტო პროექტი იყო ურნა დაუდგით პლასმასის ბოთლების მოსათავსებლად მუნიციპალიტეტის საერთო ნაგვის ურნების გვერდით. Trash bins, the general waste containers. თბილისისა და ბათუმის ორ სხვადასხვა უბანში. Two neighborhoods in Batumi. So in total we put სულ 40 ურნა იყო. 25 თბილისში და 15 ბათუმში. The idea was an experiment. ქცევითი ექსპერიმენტი იყო, ისევე როგორც ინფრასტრუქტურული ექსპერიმენტი. გვაინტერესებდა რა შედეგი მოყვებოდა თუ დაუდგამდით ურნას, რომელზეც გარკვევით იქნებოდა აღნიშნული, რისთვის არის ეს ურნები განკუთვნილი. Signage what these containers are for. And they were separate. They were like, you know, how the containers in the retail like solid plastic, right? განსხვავებული იყო ჩვეულებრივი ურნები, რომ სქელი პლასმასისგან არის, ჩვენი იყო გამჭვირვალე. შეგეძლო დაგენახა რა იყო მასში მოთავსებული. შიგნით ფერადი პლასმასები იდო და გარკვევით ეწერა, რომ განკუთვნილი იყო მხოლოდ პლასმასისთვის. სტიკერები გვერდით და თავსახურზე ჰქონდა, ასე რომ კარგად იკითხებოდა. And the sticker was on the side and on the lid, so you know, kind of on the eye level. And how, you know, like also ასევე გეუბნებოდა, რომ უნდა დაგეპრესა ბოთლი, დაგეცალა და სხვა მსგავსი ინსტრუქციები. And თავიდან კონტეინერები ყოველგვარი საინფორმაციო კამპანიის გარეშე დავდგით. communication campaign. And we measured how much გავზომეთ რამდენი პლასმასის ბოთლი განთავსდება ურნაში და რამდენი იყო სხვა ნარჩენი. And then the concept was after like few weeks. გეგმის მიხედვით რამდენიმე კვირაში საინფორმაციო კამპანია უნდა დაგვეწყო, იქვე, სამეზობლოში. Plus more generally on ამასთან ერთად სოციალურ ქსელებში და მედიით, რომ აგვეხსნა და პოპულარობა გაგვეწია ამ კამპანიისთვის. პროექტის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა და გაგვეზომა კამპანიასთან ერთად როგორ იცვლება შეგროვების ხარისხი. how the quality of the collection changes with the campaign. The moment we put the containers, დავდგით თუ არა ურნები კონტეინერებში შეგროვების ხარისხი 80% იყო, რაც ნიშნავდა იმას, რომ სავსე ურნაში 80% პლასმასის ბოთლი იყო მოთავსებული. ეს ძალიან მაღალი შედეგია. And it's very high. So yeah. ამ პროექტმა აჩვენა, რომ თბილისის მოსახლეობა მზად არის ნარჩენების დახარისხებისთვის და ხვდებიან, როგორ უნდა მოიქცნენ ზედმეტი წინასწარი განათლების გარეშე. ამ სისტემის მეტი ეფექტურობისთვის და ნარჩენებიც რომ შემცირდეს, ერთადერთი რაც თბილის აკლია, ეს არის ინფრასტრუქტურა. საჭიროა, რომ კონტეინერები დავდგათ. We need to put containers on the streets. მე რო ვარ მუნიციპალიტეტი და რომელსაც სხვათა შორის იგივე კანონით დაევალა თორწები 2018-19 წლიდან მაგრამ ისეთი ჩანაწერია კანონში, ესე იგი დაცული ჩანაწერი, რომ დაიწყონ სეპარირებული შეგროვება. ხა სეპარირებული შეგროვების დაწყება რას ნიშნავს? ერთი კონტეინერის თუ დავდგე, დავიწყე მე შეგროვება, მაგრამ ნუ ვაგროვებ, ანუ დაწყება ისეთი რაღაცა. აი რო ვარ მუნიციპალიტეტი მე და ამაში უნდა ჩავდო მე რესურსი. Რომ საიდანღაც ვიყიდო ეს სეპარირებული შეგროვებისთვის დამატებითი ნაგვის ურნები.
მე ამ სეპარირებული ნარჩენისთვის უნდა მქონდეს რაღაცა ადგილი, სადაც წავიღებ. მე ეს რა უნდა უყო ამას? უნდა მე როცა მუნიციპალიტეტი ვარ და უკვე ეს მე შევაგროვე სეპარირება, ეს ჩემი საკუთრებაა. მე ეს აუქციონი უნდა გავაკეთო ამაზე, რომ შემოვიდეს ამისი მყიდველი. ფინანსური რესურსი მუნიციპალიტეტს ამისთვის არ გააჩნია, რომ ეს გააკეთოს. შესაბამისად, არც მოთხოვნა არ არის და მოთხოვნა რომ წამოვიდეს ფინანსური რესურსი თუ არა აქვს, რას იზამს მაშინ ფინანსური რესურსიც უნდა მოყვეს ამას. მუნიციპალიტეტი უნდა იყოს იქნება დაინტერესებული იმ შემთხვევაში, თუ აქედან რაღაცა ფინანსურ სარგებელს ნახულობს, ხო? კვერცხი და ქათამივით არის. ფინანსურ სარგებელსაც მე როგორ ვნახავ, როდესაც ვარ მუნიციპალიტეტი, თუ ჯერ ეს ერთი, თქვათ, ავაწყეს რაღაცა შეგროვების სისტემა, მაგრამ ამისი მყიდველი რეალურად არ არის, იმიტომ რომ ის რეციკლირების კომპანია, რომელიც არის, თქვათ, რომელიც შეიძლება ამით იყოს დაინტერესებული, ამ რეციკლირებულს მე ან ვერ ასაღებს, ან იქამდე როგორ მივიტანო და იმდენსაც ვერ ვაგროვებ, მე რომ იმ რეციკლირების კომპანიას ჰქონდეს ინტერესი, რომ თვითონ ჩამოვიდეს და წაიღოს. მუნიციპალიტეტებს ამისი, ესეთი პირდაპირ ინტერესი მე რასაც უყურებ, არ აქვთ, იმიტომ რომ ისევ და ისევ ეს რაღაცა ფინანსურ სარგებელსაც ვერ ხედავენ ახლა ამ იმაში და არც არავინ კლავს მაგის გულისთვის, არც ფული მაქვს და რა გავაკეთე. მაგალითად, ჩვენ სამი პატარა ფარეხი გვაქვს, ასევე ეკოტაქსი. ჩვენ ვაგროვებთ, არ ვიცი, 4 ტონა პლასმას თვეში. ეს არაფერია, ეს ძალიან ცოტა რაოდენობაა. ერთი რა მინდა იცი გავაკეთო, წეღარასაც მანგარიშობდით, აი 30 გრამზე უნდა გავყო 1000 კილო. ესე იგი 1 ტონა არის 1 მილიონი გრამი. ეხლა 1 მილიონი რო გავყოთ 30 გრამზე 33300 ცალი ბოთლი თუ არ იქნება გადამუშავება და ეს ბოთლები ესე არსებული სახით, ესე სავსე გაბერილი სახით აღმოჩნდება თუნდაც ნაგავსაყრელზე. ნუ ბუნებაში ხო ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუნდაც ნაგავსაყრელზე საუკეთესო შემთხვევაში ვთქვათ, რომ მოხდა ამის კარგად მოსუფთავება, არსად არ გადაიყარა, კლიანად 100%-ით ეს წავიდა და ნაგავსაყრელზე განთავსდა, რომ დაიმარხოს შემდგომ იქ, წარმოიდგინეთ 1 მილიონი ბოთლი, რამხელა მოცულობაა. მაგალითად, თბილისში დღეში 1500 ტონა ნარჩენი გროვდება. აქედან 10-15% პლასმასია, სხვადასხვა პლასმასი, არა მხოლოდ ბოთლები. პეტის ხაზის ნაწარმს ძირითადად ექსპორტზე ვკიდით. ეს არის მეორადი გრანულა, პოლიეთილენი. ეს არის დამუშავებული ბოთლი. ეს არის ჩვენი ცხელცხელი გრანულა. ნახეთ,
საქართველოში ვიცით, ეს ცნობილია, დათვლილია, არსებობს სტატისტიკა, შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროსი, ეკონომიკის სამინისტროსი, ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე რამდენი ტონა პეტი შემოდის საქართველოში, ხდება მისი წარმოება და შესაბამისად რამდენი რჩება როგორც ნარჩენი. ეს ციფრები ცნობილია. ვიცით, რომ ეს წელიწადში დაახლოებით 20-22,000 ტონაა საქართველოს სეზონურია, მაგრამ საერთო წლიურ ჭრილში. თავის დროზე, როდესაც ხდებოდა კვლევა ჯერ სანამ ქარხანა აშენდებოდა, ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული. მაგრამ ჩვენ დაახლოებით 20-25% მხოლოდ აი ამ რაოდენობით ვართ დატვირთულები. ერთ ცვლაში მუშაობს მხოლოდ ქარხანა, იმიტომ რომ აი ეს არსებული რაოდენობა ვერ აღწევს გადამამუშავებლამდე. აი ეს ჯაჭვი, ეს ხიდი არის ჩანგრეული, ესე ვთქვათ, ნარჩენის წარმოქმნიდან ნარჩენის გადამამუშავებლამდე. არჩევნების მართვის მიმართულებით რეალურად ასოციაციების ხელშეკრულებიდან დაწვეული ნამდვილად გადაიდგა პროგრესული ნაბიჯები პოლიტიკისა და კანონმდებლობის მეტნაკლებად გამართვისა და მოწესრიგებულობის თვალსაზრისით. როცა მივდივართ უკვე განხორციელებაზე, აქ უკვე ბორძიკ-ბორძიკით მიდის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რაღაცეები, თქვათ, გაკეთდა, რაღაცეები, მაგრამ ის მოლოდინები, რა მოლოდინების მქონდა პირადად მე რომ რაღაც ცოტა უფრო სწრაფად წავიდოდა, ეს მთლად ასე არ არის. რაც უფრო ხანგრძლივი მოქმედება ექნება ნაგავსაყრელს, მით უფრო ნაკლები პრობლემა აქვს ქვეყანას, ხო, რომ მე აღარ იყოს კიდევ საფიქრად. და ეს დიდი ხანგრძლივობა, როგორ შეიძლება ნაგავსაყრელს კონდეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ გზით, რომ მასში შედიოდეს ცოტა ნარჩენი, ხო, ცოტა მცირე რაოდენობის. და ეს მცირე ნარჩენი იმის ხარჯზე კი არ უნდა შედიოდეს, რომ არ გახქონდეთ, ან რაღაცა ქუჩებში ეყაროს, უნდა შედიოდეს იმის ხარჯზე, რომ ის რაც შეიძლება რომ რეციკლირდეს, ის რაც შეიძლება რომ აღდგეს რაღაცა სხვა ფორმით, ის არ მოხდეს ნაგავსაყრელზე. საწარმო ციკლიდან მიღებული ნარჩენი, ეს ვამბობ, რომ საწარმოში რა ნარჩენი წარმოიქმნება, ის 100%-ით ექვემდებარება მართვას. მაგრამ საწარმოს გარე ეს არის უკვე სამომხმარებლო ნარჩენი, ესე იგი ჩვენს მიერ მოხმარებული, სახლებში მოხმარებული ნარჩენი, ზუსტად ეს ნარჩენი ელოდება იმ ტექნიკური რეგლამენტის მიღებას, რომ კოკა-კოლამ სხვა წარმოებთან ერთად დაიწყოს ამაზე ზრუნვა. მუნიციპალიტეტების გარეშე ვერაფრით ვერ მოხდება. წარმოებლები და მუნიციპალიტეტები და საზოგადოება ერთად შექმნიან იმ ინფრასტრუქტურას, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება ჩვენ სახლიდან გამოვიტანოთ ნარჩენი და გავუკეთოთ ადგილზევე სეპარირება. რაღაცა ეს მაწუხებს მე და მოდი ხوار ავკრძალოთ. ან ეს ასე არ არის და მოდი ასე კი არ ავქნათ, ასე ვქნათ. არანაირად აუცილებელია რომ რაღაცა კვლევებს ეფუძნებოდეს, ოღონდ ესეთ სერიოზულ გამოცდილებას პლუს ჩვენი ქვეყნის რეალობის კვლევას ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ ჩაიქნიო ხელი რო არ გამო, მაგის მიხედვით რეალური გეგმა იწერებოდეს, რომ ამ დროისთვის ასე უნდა ვქნათ, ამ დროისთვის ასე. პირველი ნაბიჯები არის გადადგმული. 1 იანვრიდან მიღებული სახის პლასმასის შეჭერების უძველესი რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე გაიქცევა.
პლასტიკის აკრძალვა არ გამოვასწორებს ეკოლოგიურ მდგომარეობას და არ ნიშნავს იმას, რომ პლასტიკით აბინძურებული აღარ იქნება გარემო და მაგალითად ხვალე რო გავიღვიძებთ, ჩვენი გარემო იქნება გასუფთავებული. ეს არ ნიშნავს ამას. პლასტმასის ბოთლი აკრძალდა, ესე იგი რეალიზებაც აიგრძელება, ხო? მოთხოვნა დიდი იქნება, მაგრამ მიწოდება იქნება ძალიან ნაკლები. გარემო იგივე დარჩება. შესაძლებელია რაღაცა წლების განმავლობაში პლასმასში ჩაანაცვლოს დაემატება პლასმას კიდე მინის ნარჩენები. პირველად გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის გამოყენება გადავავალოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. პლასტიკის გადასამუშავებელი ძალებების სიმძლავრე არ გაჩერებული. დიდი ხნის წინ გახსნილები არის ეს ზოგიერთი გრანტების მიერ იყო დაფუძნებული და გახსნილი, ზოგიერთი თვითონ მწარმოებელმა გააკეთეს, მაგრამ იმის იმედით, რომ ეს რეგლამენტი ძალას შევიდოდა და მათ ეკნებოდათ საწარმოო მასალა. მე ესე ვიტყოდი საბაზისო საკანონმდებლო ბაზა საქართველოში არსებობს საკმაოდ კარგი. ევრო და სხვა განვითარებულ ქვეყნებზე საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული. აი ეს ზუსტად სეპარირების სქემა რო არ მუშაობს დღემდე, ეს ბრალია იმისი, რომ ერთი ტექნიკური რეგლამენტი არ იქნა ამდენ ხანს მიღებული. წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ის ნიშნავს იმას, რომ სანამდე ეს ვალდებულება შემოვიდა, მანამდე არსებობდა სხვა ვალდებულებები და დაემატა ერთი და გაფართოვდა ეს ვალდებულება წარმოებლისთვის და ამიტომ დაერქვა წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება Extended Producer Responsibility. სეპარირებულ შეგროვებას შენი პროდუქციიდან მიღებული ნარჩენების. შეხარ ამაზე ფინანსურად, ადმინისტრირების კუთხით, ინფრასტრუქტურით, ტექნიკურად და ასევე მომხმარებელთან საუბრით, კომუნიკაციით. შემოვა ის რაც თქვათ ევროკავშირის აი ამ დირექტივა რო ვახსენე რომ მაგალითად გარკვეული ვალდებულებები ეტაპობრივად უნდა იყოს ეს რომ რეციკლირებული მასალა იყოს გამოყენებული ამ ბოთლის თქვათ წარმოებაში ეს მოტივაციას მისცემს რეციკლირების კომპანიებს რომ დაიწყონ ამის რეციკლირება ჩაიბარონ რადგან იცის, რომ მისი გასაღების ბაზარი აქაც არის და თქვათ არ მოუწევს სადღაც ტრანსპორტირება და თან, ანუ ეს ჩემი აზრით, აი დღეს აი ამ პლასტიკთან დაკავშირებით ყველაზე სწორი გამოსავალი იქნებოდა ეს, აი ასეთი დეპოზიტის და ანაზღაურების სისტემა და მუნიციპალიტეტებს ეს პირთი ჩამოეხსნებოდათ უნდა დაიდგას ეს ბოთლეყლაპი აპარატები, ეს არის საუკეთესო მეთოდი პლასმასთან ბრძოლის და ტარასთან ბრძოლის, იმიტომ რომ ეხლა თუ ამის ღირებულება 0.00 რაღაცა 5 თეთრი არის, ერთი თეთრიც არ არის. იმის შემდეგ რაც სახელმწიფო კანონს შემოიღოს და დეპოზიტი დაეკისრება ამას, სიტყვაზე ხელოვნურად 20 თეთრი გაახდება ამის ფასი. ვინმე თუ ამას ქუჩაში გადააგდებს გამოივლის სხვა ადამიანი, რომელსაც ის 20 თეთრი ჭირდება, მოკიდებს ხელს და ჩააბარებს. ეხლა ერთი თეთრით რო აღეს, არ კიდებს ხელს არავინ.
ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ ეს ბოთლიყვაპე აპარატები 2019 წელს უნდა დაგვედგა 2016-ში შეიმუშავეს ევროპულ ექსპერტებთან ერთად ჩვენებმა ეს კანონმდებლობა გაამზადეს თითქოს ქვეყანა მოამზადეს იმიტომ რომ იმათი მოთხოვნა არის რომ ყველა ქვეყანა იყოს პასუხისმგებლიანი მაგრამ ეს ვერ განხორციელდა რატო ვერ გეტყვით არ არის ნება არის კიდე ერთი ნიუანსი რომ როდესაც წყალი და გამაგრილებელი სასმელი იმ სამხარებლო კალათაში არის მოქცეული, რომელთაც ინფლაცია განისაზღვრება და თუ თითოეულ ბოთლზე კიდე 20 თეთრით მეტი გამოვიდა მიმოქცევაში ჩვენი ჯიბეებიდან, ამას შეიძლება ინფლაცია გამოიწვიოს გარკვეულწილად და შეიძლება ერიდებიან ამას. არ ვიცი რატომ არ არის ნება, მე ამას ვერ ვხვდები. ფაქტია, რომ ჩვენ ჭირდება ნედლეული, რომელიც არსებობს ბუნებაში, მაგრამ არ მოდის ჩვენამდე და საუკეთესო შემთხვევაში ხდება ნაგავსაყრელზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაიბნევა ბუნებაში ესე ქაოტურად, რაც მართლა დიდი პრობლემაა. Working with waste just shows on a very სისტემას ბევრი ნაკლი აქვს და უფრო და უფრო ნაკლოვანი ხდება. ნარჩენებთან მუშაობა პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე აჩვენებს თუ რამდენად ნაკლულია ის. რადგან უყურებს შეფუთვას და გონია რომ ერთია და სინამდვილეში ორი სხვა რამ არის. იმდენჯერ მსმენი არა არ ვიყენებთ პლასმასის ჭიქებს ოფისის მაცივერებში ხაღალდის ჭიქებით შევცვალეთ. სინამდვილეში ამ შემთხვევაში პლასმასი უკეთესია, რადგან პლასმასის ჭიქებს გადაამუშავებ და ხაღალდის ჭიქებს ვერ. და ისიც პლასმას შეიცავს. They are recyclable and the paper cups